მშვიდობისა კიდევ ერთხელ დღეს 3 თებერვალია უყურებთ კურიერს 9 საათზე. საზოგადოებრივი სივრციდან გამქრალი დებატები რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ სატელევიზიო ეთერს დაუბრუნდა დებატის ფორმატში გუშინ რუსთავიორის მაყურებელმა პირდაპირ ეთერში მოისმინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის ხალხის ძალის წევრის პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის პოზიციები დებატებში მონაწილეობაზე ორდღიანი მოლაპარაკებების მიუხედავად უარი განაცხადა გახარიას პარტიამ. პირველი საჯარო დებატის მთავარი თემა იყო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და მოსალოდნელი ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში. გადაცემის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია, ეპასუხათ მოდერატორის მიერ დასმულ შეკითხვებზე და დაესვათ კონკრეტული კითხვები ერთმანეთისთვისაც. დებატების ბოლოს კი თითოეულმა მონაწილემ დისკუსია შეაჯამა. შეგახსენებთ, ამ ერიდან ყოველ ორშაბათს 9 საათიანი კურიერის შემდეგ რუსთავიორი უმასპინძლებს დებატებს რეზი ჭიჭინაძესთან ერთად. ქართულმა ოცნებამ გასულ წელს ააშენა ოფისი რამდენიმე ათეული მილიონიანი. აი ამ კანონების თანახმად, რომელსაც ვთქვათ მომავალში რომ ვინმე შეაფასოს. შეიძლება თუ არა ამ კანონის სულისკვეთებიდან გამომდინარე, გაირკვეს რომ აქაც ქონდა შემოწირულობას თუ ფინანსების მიღების წესში დარღვევას. ასეთი ნაღმი რატომ არის მათთვის აუცილებელი დროს კანონმდებლობაში? ვინ უშლის ვინმეს დღეს, თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით ოფისს ახანგულისმობთ, ყველა საკითხი გამოიკვლიოს და კითხვები დასვას და პასუხებიც მოიძიოს. ყველაფერი გამჭვირვალე არის, რაც შეეხება ქართულ ოცნებას. რამე რო ყოფილიყო, მერწმუნეთ იმდენი თვალი ყური არის მადევნებელი ქართულ ოცნების, რომ რამე დააბრალონ, დასაბრალებელი თუ არ იქნებოდა და ფაქტი იქნებოდა, ამას ხომ მით უმეტეს იტყოდი. ამხელა საკითხებზე ვართ შეჭედებული. მართლა არ ვიხებთ არაფერზე უკან, ერთადერთი რამის გამო ვიცით რომ ვართ მართლები. ბევრი ამბობდა რომ რატო უნდა დავერქვა აგენტი. ჯერ ერთი სიტყვა აგენტი არ არის მაინც და მაინც უარყოფითი კონოტაციის მატარებელი, ხო არსებობს საგადასახადო აგენტი, სოციალური აგენტი. რატო არის ეს სტიგმატიზირებელი, რომ დარეგისტრირდე გარკვეულ რეესტრში და იუსტიციის სამინისტროში აისახოს შენი მონაცემები. რატო უნდა დამერქვას უცხოური დაფინანსების გავლენის ყოფი ორგანიზაცია, რომელიც როცა ვარ საქართველოს ორგანიზაცია. როცა რაღაცა კანონს ვიღებთ, იქნებ ელექტორატსაც ვკითხოთ, არის თუ არა საჭირო და უფრო მეტი გამჭვირვალობა განხილვებით იყოს. როდესაც მემორანდუმზე ქონდა საუბარი პლატფორმასთან დაკავშირებით, ძალიან კარგად მახსოვს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია როგორც ცდილობდა ჩაეშალა ეს ყველაფერი, სწორედ იმიტომ რომ არ ყოფილიყო. ხო და ეს ზუსტად ეს მითქვა მე იმ უცხოელმა, როდესაც ეს სურათი ვაჩვენე, რომ პარლამენტის წინ რომ დაგვიყენეთ და წაგლეკავთ თქვენი დაფინანსებული და ხო ვერ წაგლეკესო და ბოდიში ხა ჩვენ თუ ესეთი მაგრები აღმოჩნდეთ და ვერ ჩაშალეს და ვერ წაგლეკეს, ხომ? დღეს მაინც აცნობიერებს NGO სექტორი, რატომ დამარცხდნენ ამ ჭიდილში, რომ აირჩიეს უცხოური ზურგი ნაცვლად საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა. თქვენ რაც გააქვთ ხართ რეგისტრირებული, გამჭვირვალობა და თქვენ ანგარიშები ყველაფერი არის გამოქვეყნებული. და წეგა მიპასუხეთ, რომ ამის გამო ვინმეს წერა თქვენთვის არ შეუხედავს ხელისუფლების მხრიდან და არანაირი პრობლემები არ გაქვთ ხელისუფლების მხრიდან, უფრო დონორებისგან არის როგორც ხვდები. და აი ამ ერთი პატარა ბუღალტერიის გამო კი რა ქვეყანა აყირავეს. აღიარებთ თუ არა რომ NGO-ები განსაკუთრებით ისინი, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ, სიამოვნებაში არიან პოლიტიკოსები. და სწორედ ამიტომაც არის რომ არ უნდათ მან გამჭვირვალობა. NGO-ებმა ერთხელ გამოაცხადეს მთავრობა, სადაც დაასახელეს მთავრობის წევრები. და მე გამოვედი მაშინ და ვთქვი რომ აი ამ სიგიჟეს ატო აკეთებს ეს ხალხი, რომელიც არ არის პოლიტიკოსი და მის მერე მე სულ ვიცოდი რომ ეს ხალხი პოლიტიკაში იყო ჩართული. რაც შეეხება დააზიანა თუ არ დააზიანა, ეს კითხვა მე მგონი მე ნაკლებად მეხება. ქალბატონ ნინოსთან იმაზე შევთანხმდით და დონორები არიან, რომელიც როგორც ჩანს ფეხს ითრევენ, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს და ჩემი აზრით მიზეზი არის რომ არ უნდათ რომ მათი ფინანსები იყოს გამჭვირვალე და დონორები არის დღეს ვინც ქმნიან პრობლემებს და არა სახელმწიფო. არ შეიძლება დონორებზე დაბრალება, იმიტომ რომ დონორებმა ძალიან ბევრი რამე გააკეთა სიკეთე საქართველოში. თქვენ აკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია თურმე მოსაკლავია საერთოდ საქართველოში. მე ვამბობ, თქვენ ამბობთ დაერქვას თავის სახელი, პოლიტიკოსი ეწოდეს პოლიტიკოსი ერთ ულაბაში ნუყოლების ყველა NGO-ს დარწმუნებული ხართ, რომ 28 წელს და 30 წელს აი ისეთი მდგომარეობა იქნება იგივე იმ გლობალური თვალსაზრისით, როგორც თქვენ წინასწარ მეტყველებთ. ბევრი რაღაცა რთულია განჭრიტო და ეჭვმეპარება ვინმე შეეძლოს განჭრიტოს ზუსტად როგორი სამყაროს როგორი მოწყობა გვექნება ჩვენ არათუ 28-ში, არამედ 1 წელიწადში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სიფრთხილე,
კონცენტრირება საკუთარ ეროვნულ ინტერესზე და ის ქვეყანა, ის ხალხი, ვინც საკუთარ ეროვნულ ინტერესებს აქცევს უპირველეს ყოვლისა ყურადღებას, ის ხალხი იმარჯვებს. თითქმის 14 წელია ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და ეს არის პასუხისმგებლობა ამავე დროს, რომ გადაწყვეტილებები იქნას მიღებული სათანადო დროს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გრძელდება. ირაკლი ყობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს, რომელიც დღეს გაიხსნება და 5 თებერვალს დასრულდება. საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე სიტყვით გამოვა, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომლის მთავარი მიმართულება ინვესტიციების მნიშვნელობა და სამომავლო განვითარებაა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრებით. ირაკლი ყობახიძე დუბაის დელეგაციასთან ერთად გუშინ ეწვია საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი დახვდა. პრემიერი სიტყვით მიმართავს სამიტს, ისაუბრებს თემებზე, როგორიც არის საერთაშორისო ვაჭრობა და ლოჯისტიკა. ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან ბევრ ინვესტიციას დებს ქვეყანა ამ მიმართულებით, როგორც არის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ასევე მაგისტრალების მშენებლობა, საპორტო ინფრასტრუქტურა. პრემიერს ექნება საშუალება მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბროს ისეთ თემებზე, როგორც არის ინვესტიცია, ასევე პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა არის პრიორიტეტი მთავრობისთვის. მთავრობის დელეგაციის წევრებს ექნებათ ასევე პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის მიღების საშუალება სხვადასხვა თემებზე დარგობრივად. ქართულ ბაზარზე ფასების დარეგულირების საკითხს სამთავრობო გუნდის პარალელურად საპარლამენტო კომისიად შეისწავლის. პლენარულ სხდომაზე კომისიის შექმნას კანონმდებლები კენჭს დღეს უყრიან. სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებული დადგენილების პროექტი ბიუროს გუშინ უკვე წარედგინა. მანდატის ფარგლებში საპარლამენტო შემადგენლობა კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. სწორედ ბიზნესთან ერთად იმსჯელებენ დეპუტატები, რა ფორმით და როდის უნდა მოხდეს ფასების შემცირება შიდა ბაზარზე. 14 კაციან კომისიაში 7 მანდატი ოპოზიციის, რომელიც აქტიურად აპირებს ჩაერთოს პროცესში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავარია გრძელვადიანი ეფექტის მიღება და ფასების ამ მიმართულებით დარეგულირება. საპარლამენტო უმრავლესობა კი პირველ რიგში აპირებს ბიზნესთან ერთად იმსჯელოს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქართულ ბაზარზე ფასების დარეგულირება. თუ არსებობს იმის შანსი, რომ შეიცვალოს მოქალაქეებისთვის არსებული ვითარება, ჩვენ ამაში რა თქმა უნდა მივიღებთ მონაწილეობას. წარმოდგენილები ვიქნებით ამ კომისიაში, სადაც ვეცდებით ოპონირება გავწიოთ და რეალურ შედეგებზე გავიდეს ამ კომისიის მუშაობა. მიმდინარე კვირაში ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია დაიწყებს მუშაობას. ამ კომისიის მიზანი არის, რომ მთლიანად პროცესი გახადოს გამჭვირვალე. გვინდა, რომ ეს დეტალურად მოვიკვლიოთ, სად ხდება ამ ფასის მატება და რა ლოგიკური ან ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ხდება ეს ფასის მატება და ამავდროულად ბიზნესთან ერთად და დარწმუნებული რომ მათი თანამშრომლობის სურვილიც იქნება, შევიმუშაოთ გზები, რომლითაც ეს სისტემა მთლიანად უნდა გავხადოთ უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული. გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მიმდინარე სასესიო კვირის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს. ინიცირებული პაკეტის მიხედვით მკაცრდება 7 მათ შორის გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონები. გრანტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქეთათვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირთათვის, არა ემიგრანტებისგან, არამედ სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ გადმორიცხული რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა დასჭირდება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციასაც, რომელიც საქართველოში საქმიანობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დააჯარიმდება. იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით და ერთი შესწორებით ცვლილებები გუშინ დაამტკიცა. თუ მეწარმე იურიდიული პირი პოლიტიკური აქტივობის შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ჯარიმდებოდა, ცვლილების თანახმად კანონის მეორე დარღვევის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. საქართველომ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს მაქსიმალურად დაცული და ვერ მოხერხდეს რაღაცა სახელის გადარქმევით თუ სხვა манипуляციით შავი ფულის გაუმჭირველი თანხების საქართველოში შემოდინება და ამით ჩვენი ქართული საკანონმდებლო სივრცის დარღვევა. შემოდის ცვლილებები, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი უცხოური სახელმწიფო, იურიდიული ან ფიზიკური პირი, როდესაც
დააპირებს, რომ გადმორიცხოს გრანტი პოლიტიკური მიზნით, ეს დაექვემდებარება შესაბამის ნებართვას და უფრო მეტიც პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში და პოლიტიკური აქტორების შემთხვევაში, ზოგადად ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული აღარ მოხვდება. ეს არის ჩვენი მიზანი, უფრო მეტიც ეს ჰქონდა დაპირება, საარჩევნო დაპირება, რომ ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტს განვამტკიცებდით, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო წინ წავიყვანდით. საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით იწყებს განათლების რეფორმის განხილვას. ცვლილებების მიხედვით ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით ახალი რეგიონული განათლების ცენტრი შეიქმნება. რეფორმის შემდეგ კი საქართველოს მაჩვენებელი საერთაშორისო რეიტინგში უნდა გაიზარდოს. განათლების სისტემური რეფორმა ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გარდა სხვა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა სასკოლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დეპუტატები მომდევნო კვირას დაიწყებენ. საკითხმა ჯერ ბიურო და საკომიტეტო მოსმენები უნდა გაიაროს, შემდეგაც საკანონმდებლები ცვლილებათა პაკეტს საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ. განათლების რეფორმის მთავარი მიზანი არის ხარისხის უზრუნველყოფა. ბევრი რიტორიკა არსებობს იმასთან დაკავშირებით და ასევე წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანებით მოხდება რომელიმე უნივერსიტეტის დისკრედიტაცია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გაერთიანების მთავარი აზრი და არსი არის ის, რომ ერთი რომ უზრუნველყოთ ხარისხიანი განათლება, გაძლიერდეს თითოეული მიმართულება, ასევე თანხმედრაში იყოს განათლების რეფორმის იმ მთავარ პრინციპთან, რაც არის ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის პრინციპი. უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. რუსეთი დასახლებებზე კომბინირებულ დარტყმას დრონებით და რაკეტებით ახორციელებს. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. შეთანხმების მიუხედავად იერიში ხორციელდება კიევზეც აფეთქებების შედეგად დედაქალაქში დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. ამ წუთებში მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია. თავდასხმის შედეგად დაშავებულები არიან ხარკოვშიც. რუსეთის ძალებმა ქალაქზე დარტყმა ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს. და ისევ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის კულტურის ამბების გაშუქების შესახებ სემინარი გაიმართა. შეხვედრას ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა. მან სემინარის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და კულტურული მოვლენების გაშუქების სპეციფიკაზე, პრაქტიკულ მაგალითებსა და ხარისხიანი მედია პროდუქტის მომზადების ძირითად პრინციპებზე ესაუბრა. კულტურული მოვლენის გაშუქება განსაკუთრებულად რთულია და დიდ ინტერესს მოითხოვს და აი სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ აი ამდენი ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა მოვიდოდა ამ ტრენინგზე და ესე გულდასმით მოწადინებული იქნებოდა, მიეღო ის ცოდნა, რომელიც მაგალითად მე დამიგროვდა ამ 25 წლიანი სატელევიზიო მუშაობის მანძილზე. მგონია, რომ დღევანდელი დღე, ხვალინდელი დღე კიდევ უფრო მეტად სხვა თვალით დაანახებს იმ ურთულეს გზას, რასაც კულტურის სფეროში ჟურნალისტის საქმიანობა ქვია. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10 საათზე.